სამს განაზრევ კილოც საფრთხის მოსვლის გადამოსვლის დასასწრებს როს დროადაც სახარებაში არის ნათქვამი მაგას უფალი მივიდა მოწაფეთა თვისთა და უთხრა შვიდობა თქვენთან მართლაც სადაც მიდის ძე იქვე არის სულიწმინდას და იქვე არის მამაც სადაც არის სულიწმინდა იქ არის მამას და ძეც სადაც არის მამა იქ არის ძეც და სულიწმინდას ანუ ეს ერთი ღმერთია ყოვლადწმინდა სამების დოგმატი აქაც ცხადდება და მივიდა და თქვა შვიდობა თქვენთან მართლაც სულიწმინდა სადაც მიდის უფლის სუნთქვა უფლის მესამე ჰიპოსტასი სადაც მიდის იქ შვიდობა არის მართლაც სიმშვიდე და მშვიდობა მართლაც შვიდობა თქვენთანა ეს საოცარი სიტყვები რომელიც ამშვიდებს ჩვენ სულს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე იმ ლოცვის სიღრმეზე რომელზედაც ჩვენ სულიწმინდა სოფელშიც ვევედრებით მე უფლეო ზეცათაო ნუგეშილის მცემელო სულო ჭეშმარიტების სულია ეს და ვინც სულიწმინდას იღებს იგი სულისა და ჭეშმარიტებაში ადიდებს ღმერთს შეიძლება ჭეშმარიტება განთავისუფლოს შენ ყველა სიმძიმისაგან ყველა დამხოლებისაგან შეიძლება ჭეშმარიტება და ნუგეშს მიიღებ რადგანაც განთავისუფლდები იმ ამაო ბალასტისაგან რომელიც ესე გამძიმებს რომელიც ესე ფეხებს და ხელების თავისუფლების ხარისხს შენი სულიერი მოძრაობის თავისუფლების ხარისხს გიზღუდავს და გზას გიბოჩავს შენი გაკვანძული ცოდვები შენი ჩადენილი შეცდომები გამოუსწორებელი დანაშაულობა და შეებარა მანდარგვა მიიღეთ სულიწმინდა ხედავთ უფალმა შეებარა მანდარგვა თქვა სულიწმინდის ასპექტი გამოუვინა მას ეს ერთი ღმერთია მამაცა და სულიწმინდა ყოვლადწმინდა სამების საოცარი დოგმატი და უთხრა საოცარი სახარების მთავარი სიტყვები მე მიტყოდი ერთ-ერთი მთავარი სიტყვები ყველა მთავარი ეს მაინც საოცარი სიტყვებია უკეთო ვიეთნიმე მიუტევნეთ სოდვანი მიეტევნით მათ და უკეთო ვიეთნიმე შეიფრეთ შეპყრობილიყო ანუ ვისაც შეუნდა სოდვებს მიეტევება მათ აქაც და იქაც პირველ რიგში თქვენ შეუნდეთ უფალი მოწყალია ის მაინც ყოველად შემდომი და ყოველად პატიებელი შეუნდეთ გახსენით აქ უდატოებს შექმნას ნურაფერს გზის გახსნა რა გახსენით ყველა საკველი ყველა ასე ვთქვათ ცოდვის მოჯადოებული წრე გარღვევა ხვევასთან არის დაკავშირებული გაგლიჯეს ცოდვის კვანძი ცოდვის შემოფერხებელი დამამკოლებელი ბორკილები გახსენით მიუტევეთ რასაც ვთქვათ შეუნდო მიეტევოს ყველას ხოლო უკეთო შეკრული დატოვო და შეიფხრა მაშინ შეპყრობილი იქნება ისინიც და შემთვისაც არ არის კარგი ამიტომ არის გლობალური მიტევება და გახსნა გზისა ყველასთვის რომ უსურვო სიკეთეში გაეხსნას გზა თორე ისე იყავი როგორც შენ გინდა და ისე ვიცი ხო და ისე იყავი აღარ ყველა შენი სურვილი აგისურდეს და ისეთ ყირაზე დადექი მოდის შენობას უკვე ეს უტრირებისთვის როგორც შენ გინდა ისე აკრობატიკა სულიერი გააკეთე და თავპირი დაიმტრეო ეგ გამოსვა ვერაფერია მაშინ ვერაფერი ვერ იქნება ისე შეროგდა იხავ ნება შენ ვითაც ცათაში ეგეც ხოლმე და რასაც გახსნით აქ ხსნილი იქნება იქ და აქაც გზა რასაც შეკრავა შეკრული იქნება და წინ დახვდება და გაგებლანდება ფეხებში და წაგაბორძიკებს და დაგამხობს დაგაქცევს აქაც და იქაც რასაც მიუტევნეთ სოდვანი მიეტევნეთ მათ უკეთო და უკეთო ეთიმე შეპყრობილი იყვნენ აი ესეთი საოცარი სიტყვები ეს ყველაფერი ხდება სულიწმინდით იმიტომ რომ სულიწმინდა ეს არა მარტო მესამე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამების ერთი ღმერთის იგივე მამისაგან რომელიც გამოვალს თვითონ ღმერთია ეს მამა ზედა სულიწმინდა არამედ იგი ამავე დროს ნუგეშინის მცემელი სულია ნუგეშს გაძლევს გამშვიდობს გაწყნარებს ნუგეში ჭირდება ჩვენ ეს ნუგეში არ არის ადვილი რამ გვამშვიდებს ადამიანის ნახვა ზოგჯერ გვახარებს რაღაცაში გინდა რომ კიდევ ერთად კონტაქტი გქონდეს და დაგამშვიდოს კიდევ გინდა რომ ურთიერთობა გქონდეს და დაგაწყნაროს მაგრამ არ გამოდის ზოგჯერ შემხედრი მოძრაობა არ არის შენ კი ვცდილობ მაგრამ რო არ გამოდის შენ რომ გინდა ისევ იმას უნდოდეს არ გამოდის მე რომ მინდა შენც ისე გინდოდეს და მე რო ვაზრუნებ შენც ისე აზრუნებდე
და ჩემი სურვილის იდენტური იყოს ეს უტოპია ვერ გამოვა ესე და როცა იქნება მაშინ არ დაემთხოვა ერთმანეთს ერთხელაც და დავყოლდები ამიტომ მე რომ მინდა კი არა ეხლა ნება შენი ცათაში და მეცეთქონაზე და შენ სარკისებულად აირეკლე თვის ნება და როგორ და რა იქნება შეხედავ მას მე და გაიხსნება გზა და ეს მინდა გესურვოთ რომ აი ეს ნუგეში ადამიანური ნუგეშიც კარგია და ძმა და სულიერი მეგობარი, სულიერი ახლობელი, სულიერი აცხაბულის ნიკაუსებიდან დამთავრებული თქვენი დროებით თუ სასულიერო პირი თუ მიციქნება ყველა ნუგეში იძლევა, მაგრამ ნუგეში ხავარი მოდის მამისა და ძისა და სულისაცმლისა განსაკუთრებით ეს არის ნუგეშინის მცემელი სული, მამუგეშებელი და განსაკუთრებით ეს არის სული ამავე დროს დამოწყვეტი რომ გვიჭირს ხოლმე და დილების ენაში ვდგევათ ალტერნატივა როგორ მოვიქცე ესეთ ეს გზა ავირჩიო თუ ის ამას უფრო მეტი ყურადღება დავუთმო ამ საკითხის ცხოვრებაში თუ იმ საკითხს მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ ხა ეს ძირითადი საკითხები მე მგონი უნდა გქონდეს უკვე სოფხედულობა და სოფშეგრძნება გადაწყვეტილი და უკვე გარკვეული მაგრამ მაინც სულ ალტერნატივას წინაშე ვდგევართ ეს პოსტსაბჭოთა ხალხი მით უმეტეს სასწავლის სულ ახალ სიურპრიზები ხომ და საოცარ ამოცანებს და საოცარ თავსატეხებს შორის ვექცევით ხოლმე გზაჯვარედინზე გზაჯვარედინზე ხო ვერ იქნება მაგრამ ხანდახან ხვდებით ხოლმე ისევ და ისევ ამ მეტაფიზიკურ გზაჯვარედინებზე ხოლმე ამ დროს რო აიქჩიოს სწორი არჩევანი გააკეთო და მართალი არჩევანი რაც ღვთისნებას შეესაბამება და არ დაბყობდნენ არჩენ და არჩენი გარემო და შენი ოპასი და ყველა ვისაც შენ სიკეთეს გისურვებს ვისაც შენთვის ძვირფასია რომ არ დაბყობდეს ამისათვის უნდა ემედრო სული წმინდას მე უფლებს ესეთას ლოცვა და იგი აუცილებლად პასუხს მოგცემს ითხოვდა და მოგეცა თქვენ ეძიებდა და ხოვოთ მაგრამ პასუხს რომ მიიღებ უნდა იცნო ეს პასუხი ამასაც თავის უნარჩვევას იცნო და იდენტიფიკაცია გააკეთო ზოგჯერ პასუხი მოდის და ადამიანი არ ხვდება ვერ ხვდება თუ უმადური რჩება თუ არა არ იდენტიფიცირებს იმ პასუხს ღვთისას თავისას ეძებს რაღაც თავის იონ გზას არა რაც შენ სულიწმინდა მოგცა მოძღვრის პირით იქნება თუ დის პირით თუ ძმის რაღაცა მეტყველებით თუ სხვა ნიშნებით რაც სულიწმინდისგან მოდის დღისით და განსაკუთრებით ღამითაც ხდება ხილვაში იქნება თუ სიზმარში ყველაფერი არა მაგრამ და ამას მოძღვართან რჩევით ხო მიიღო ისა და გაფილტრო და გააკეთო რასაც გეუბნება თორე შენ მე მირჩიე ის რაც მე მაწყობს და როგორც მე მინდა იმის თანხმედრი იყოს და შევამოწმო ჩემი აზრი სწორია ვიცი მაგრამ ეთანხმება თუ არა შენი აზრი ჩემ აზრს და შევამოწმო ეს არ არის პასუხის მიღების დათანხმება პასუხის მიღება ზოგჯერ და დათანხმება არის ის რომ მე არ მაწყობს ზოგჯერ ჩემთვის მძიმეც არის ზოგჯერ რა ვიცი შეიძლება ეჭვის კი შევეპარო სწორეს მეუბნება თუ არა და დისკომფორტი შემიქმნას მაგრამ სულიწმინდა რასაც გეუბნება აი იმას რომ მიხვე და თქვენ უნდა გქონდეთ ურთიერთობა სულიწმინდასთან და გაყიდოთ განსაკუთრებით ნაზიარებ ადამიანებს პირდაპირ შემოდის დიალოგში სულიწმინდა როცა ეზიარებ პირდაპირ გულში შემოდის გულია ღმერთის გულია ღმერთის ტერიტორია ცენტრი ადამიანისთვის არის გულის რელიგია ქრისტიანობა გულში შემოდის მიუწვდომელი და თქვენთვის მისაწვდომი ფორმით პასუხი რა როგორ უნდა გავაკეთოთ და იმის მიხედვით უნდა მოიქცე გული განწმენდილი თორე შეიძლება გულში ისეთი აზრი შემოგივიდეს რომ ის შეიძლება ღვთისნება არის სოდვირმა იმოცა და ისევ ცოდვა მოუნდა და მეტად ეს ღვთისნება რა თქმა უნდა არა ცოდვაში ღვთისნება იყოს ხო მაგრამ განწმენდილი გონებით და გულით ილოცა ადამიანმა და მიეცა პასუხი რადგან განწმენდილ სარკმელში განწმენდილ ჭურჭელში ჩანს გამჭვირვალე თევზი ქრისტეს განასახიერებს ამ გროულ წყალში ვერ დაეჭერა აი როცა ჩანს აი ღვთისნებას გამოარჩევ იმ ლამას ჭყილ-ჭყიალა თევს ნახავ დაუყრი საჭმელს როგორც არის ზაფარებში შემოგვიდეს და ამოვა და მადლობას გეტყვის ესე სიმბოლოდ და გაგახარებს პატარა ცოცხალი თისნება ცოცხალია სულ ჩვენში არის ეს როცა ცოცხალი არსება შემოდის და შეიძლება ვერ შეიგრძნოს განსაკუთრებით აი ხვალ რო ეზიარება გახსნის გულს ხსნის ეს გახსნილი გული მთელ ორგანიზმს მოიცავს მთელ ეს მადლს სულიწმინდა მთელ ორგანიზმს ვიდრე კანის გულსოსევა ყველაფერი და იგრძნო ამას თავისებური შეგრძნება ეს ბევრს გიგრძნით რაც აი
ჟუანტელებით რაღაცნაირ შეგრძნება უცნაური, ყველას თავისებური შეგრძნება, რომ ივსება ღვთის მადლით ადამიანი. ეს როგორ შეიძლება არ იგრძნო? ხო აგრძნობს ამას და ადამიანმა ღვთის ხატებამ და მსგავსებამ თავისებურად არ ვიცი როგორ ინდივიდუალურ ფორმატში, როგორ შეიძლება ეს ვერ შეიგრძნოს და უნდა შეიგრძნოს. თუ მერტის მოახლოება მას თავისებური პარამეტრები აქვს, მერტის მოახლოებას თავისებური დამახასიათებელი შეგრძნება ცოდნა, გრძნობა ცოდნა აქვს და ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს თუ ვისწავლოთ, ჩადებულია ეს ხატებაში, როგორ ვიგრძნოთ ღვთის მოახლოება და მზად ვიყოთ, რომ მადლი კულტურულად დავხვდეთ, შევისისხლოთ ეს მადლი, რათა გზა გაიხსნას და მცირედ მაინც წინ წავიდეთ. და ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ამის დამადასტურებელი ყოფილი. გზაში ყველას წარმატებას გისურვებთ. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა.